გამარჯობათ მეგობრებო. გამარჯობა. ჩვენ ტელევიზიისთვის ძალიან აქტუალური თემით ვიწყებთ. ჩვენს ჟურნალისტ და გადაღებ ჯგუფს ოპერატორს თავს დაესწნენ. გავეშებული ბრბო შეიძლება ასე ითქვას ადამიანები, რომლებიც არას დაგიდევენ არც კანონს, არც არაფერს და ნუ უბრალოდ კადრები თავის თავზე ყველაზე კარგად მეტყველებს ყველაფერზე კადრები. გავუშვით? ციხეში გვესამოვებით, ნუ ნერვიულობთ. საერთოდ ყველა. არ გცვენია, გოგო ბოთლი ესროლე? სალომეს ესროლა ბოთლიო. ეგრე მოიგონეს და მაგით გააბრალეს, ახლა ცემა. ამაყი ხარ პოსტივის მიკროფონი გიჭირავს. ამ არსებას მინდა უთხრა. ტელეპოსტივის სახელით და ყველა სახელით რომ აი ამაყება ამ გოგოს და ყველა ჩვენს თანამშრომლს ამაყება რომ პოსტივის მიკროფონი უჭირავს და არავის არ დავაჩაგრინებ თავს მაგრამ ეხლა ჩვენ დამსჯელ რაზმებს ხო არ შექმნით და პროკურატურაში მიმართეთ და პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა გამოიძია სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებიაო და გამოძიების დაწყება საფუძვლად დაედო ტელეკომპანია პოსტივის შეტყობინება რომლის მიხედვითაც აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი მარიამ ნებიერიძე ძალიან მაგარი გოგო და მაგარი ოპერატორიც ახდა და ჩვენთან ყველანი მაგრები არიან ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე რა დროსაც იყოფა პირებმა ფიზიკური უჯლუგუნები წიხლები მოგონი გადამეტებული შეფასება არის სიტყვიერი დაპირისპირების ზით უკანონოდ ხელი შეუშალეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში და გამოძიება დაწყებულია იმედია კადრებში ყველაფერი ჩანს და დაიჯდება ყველა იცი რა მაინტერესებს ჩვენ დავიჭირეთ ესე იგი ადამიანები რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ვახოს ანაიას არაკაც ახვარს მანამდე ხო გახსოვს დავიჭირეთ ესე იგი ვიღაც სახელი და გვარი არ მახსოვს რომელსაც ფორმულას ოპერატორმა შტატივის ყველაზე მახვილი თავი აი კისერში ესროლა ძალიან მძიმე ისეთ საგანი მერე და იმარო ხელი შეუბრუნდა თურმე ეს ყოფილა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელი შეშლა და ამ ჟურნალისტებს ვექცეოდით ჩვენ როგორც და სახელმწიფო ვექცეოდა როგორც აი საკრალური რაღაცა დიდი ფასეულობა და პოსტივის და იმედის ჟურნალისტები რომლებიც აქციებზე იდგნენ ხო და თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ რანაირად ეპყრობოდნენ ჩვეულებრივ ეს არის კლასიკური კი წიგნებში თუ წაგიკითხავთ ბრბო რა ისიც მოგდის რა ამის აი სიტყვები არ მყოფნის პროსტა რა ესენ ჩაქოლავენ ჩვეულებრივად იმიტომ რომ ეს არის ის ავადმყოფი ტიპი რო არის ის რომელი ერთი აი ეს რეჟისორი თუ დირიჟორი თუ აქ რო იყო ეხა ნინო ბურჯანაძეს რო გავს ეს მანიაკები არიან ბიჭო ჩაკოლავენ ჩვეულებრივად ჩვენ შეგვიძლია ტელეკომპანიას დაიქირაოს დაცვა ხო და დაცვა შევა დაპირისპირებაში და ჩვენ შეიძლება შევიდეთ დაპირისპირებაში აი ამაზე ადამიანებთან ან შეიძლება გამოვთვალოთ ესენი ვინ არიან და მე ვუკითხოთ პასუხი მაგრამ ესე სახელმწიფოში მოქცევა არ შეიძლება კანონი არსებობს ძალოვანი სამინისტროები არსებობს პროკურატურა და ველოდებით რა უნდა იყოს ესე მე მგონი ნათია ბერიძეზეც იყო თავდასხმა რომელზეც არანაირი რეაქცია მაშინ ის ძველი სამსახური იყო რომელიც გაუქმდა ეხლა და ცუდად მუშაობდა ის სამსახური ძალიან მოკლედ ეხლა ველოდებით რა ჩვენს ქუჩაზეც უნდა ჩამოიაროს სამართლიანობის ავტომობილმა ხო თავისთავად იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ამაზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს რომ საქმე გვაქვს რევანშისტულ ძალიან რთულია დაუძახო ამას მაგრამ
რევანშისტულ უძალობასთან რეალურად, რომელიც გამოიხატება მსგავს ხსენაში, ამ ძუნებული ზომბი დედლები განხორციელებს მსგავს თავდასხმას ესე ექსკლუზიურად გოგოების ხელით და ნუ ეხა ეს რასაც უყურეთ ხო ან ყველანაირი პოზიციის გამოხატვა ვერბალურად შეიძლება თქვა რომ აი აღელვებული სიტუაცია იყო და ამის გამო მოხდა გადაჭარბება, მაგრამ ანუ აქ ხო ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ რა ტიპის ინსტინქტით იმართება ამ ადამიანების მენტალობა. ანუ ადამიანს მარტო დანახვის გამო, ანუ აი ხარს რო წითელს აუფრიალებს და ის რო კარგავს უკვე ყველანაირ ორიენტირს და მარტო ის რო არის რომ აი ამას უნდა ეხრქებით დაეტაკოს, ასეთი ცხოველური ინსტინქტით გააფთრებულები მიდიან ადამიანთან, კიდე კაი რომ პოლიცია დგას იქ, თორე სხვანაირ პირობებში სხვანაირი შედეგი შეიძლება დადგეს, ხო? იმიტომ რომ ესენი არიან რევანშისტული უძალო ერთეულები, რომელსაც როგორც პოლიტიკოსის, ისე აქტივისტის ერთადერთი мотиваცია ხელისუფლების შეცვლის არის ის, რომ თავად შეძლოს ძალადობის ისე აღსრულება, რომ ამას პასუხი არ მოეკითხოს. მარტო ესაა მისი мотиваცია. ნანუკა ჯორჯოლიანი არის პროცესების შუაგულში, ნანუკა ჯორჯოლიანი არის აი რა ძალა გოიბობას და უტიფრობას, აი მენტალურ პროვინციალებს აქვს, აი დუბაიდან რო ჩეკინდებოდა. უდიდესი გარღვევა შეუძლია გაკეთოს, იმიტომ რომ ცოტა ინტელიგენტი, ცოტა განათლებული, ცოტა შეიძლება დატოვო პროვინცია, მაგრამ პროვინცია არასოდეს დაკტავს. ეს არის ნანუკა ჯორჯოლიანი, რაც გადაწაკეთებს. რაც არ უნდა ახტეს, დახტეს, ტაჩენკო მაინც ტაჩენკო. შანსი არ აქვს, რომ ეს ეგზისტენციური ტვირთი და ონტოლოგიური ტვირთი მოიშოროს, გამორიცხული, აი პროვინციის ლოგო არის. მას შეუძლია, მას არ აქვს მუხრუჭი, რაც შეუძლებელი ადამიანებს აქვს და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს უტიფრობა რაღაც შედეგს აძლევს, კატასტროფულს, მაგრამ ხმაურობს. აი გაუშვით, აი თუ გინდათ ახლა გაუშვით. ვინ ცხოვრობთ ემიგრაციაში? თქვენ ვერაფერს ვერ გაგიკეთებენ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ფლეშმობი უნდა გააკეთოთ. ემიგრანტებო, ვინც ოპოზიციურად განწყობილები ხართ, გააკეთოთ ფლეშმობი. და ყველა იმ სიტყვისთვის და იმ წინადადებისთვის, რისთვისაც ხვალ მოგვიჟიანან და გვაჯარიმებენ, ფლეშმობი გააკეთეთ და ყველამ დაწერეთ ყოველ დღე ზუსტად იგივე წინადადება, რომ ხელისუფლებამ ნახოს, რომ და თან არსებობს ქართული ენა, როგორი საოცარი ენაა. ჩვენ გინებები დაწერეთ ხო რა? სხვა გადანაწილებას და გადალაგებას ისე რომ ისიც აუცილებლად დისკომფორტ შეგვიძლია, იმიტომ აქამდე ხო წყოლაც არ იცოდნენ, მაგრამ წყევლით შეწუხდნენ და შეიძლება სხვა რაღაცების მოფიქრება. რაღაცებს მოვიძებთ, რა თქმა უნდა, ფანტაზია. ეთანხმები ეკა სრულად რომ მათი ამბავი არის ის, რომ ჩვენი ამბავი მარტივად გავრცელდება, ჩვენ ამბავს მარტივად გაიგებს. ანუ ეხლა გამოსცადეს ყველაფერი, უცხოელების ხარდაჭერა, რევოლუცია, მოლოტოვის კოქტეილები და მთელი ამ არსენალიდან დარჩათ აი ამ ქაჯებს წყევლა რა. სწორიც არის. დარჩათ რა წყევლა ყოველთვის იყო მათი ხო, მაგრამ ეხლა ეს დარჩათ ხო მაგას მოვა. უყურე სადერხევათ ისი რეალურად, ანუ მართლა ესეთი ისტერიკა რატო არის? იმაზე რომ დედის გინება დარჩეს ჩვენს რა ქვია უფლებად რა. თავი თემა ის არის რომ მართლა არ შეუძლიათ მეტაფორულად რომ გადათარგმნონ. ანუ ამის გარეშე, ანუ ნანუკა ჯორჯოლიანი რა უნდა მოიფიქროს, ბიჭო. ნანუკა ჯორჯოლიანი, ნინია კაკაბაძე და ვიღაცები მონა ლიზას ფოტოს დებენ, ანუ მონაგონიათ, ხო, მონა ლიზაში მონაგონიათ სახელდება. ანუ სრული სიგიჟეა ნინია კაკაბაძის პოსტში ნახე მე და მაგითო ვამბობ. ხო, მაგრამ ნინია კაკაბაძე არ არის ხა მაგ კალიბრის. მონა ლიზა ბიჭო, არა, ხო, მაგას გეუნები, ეგეც კი მაგას დებს თქო. ანუ მანდარიან და არა, მაგან სხვა კონოტაციით. მოდი ეხა რეალურად ნუ დავაკნინებთ ეგრე, იმიტომ რომ იმდენად ნინიას ღირსებას. არა, ნინიას იმდენი ცოდვა აქვს, ვაფშე ეგ აღარ უნდა დამატება. ნანუკა ჯორჯოლიანთან შედარებით ანა არენტია და რა ვიცი მე. არტილერიას ვამბობ, არტილერიის ეს ოღონდ ვაფშე რო პრობლემა არ გაქვს, რო არტილერია თქვი. ის კი არა, ცხოვრება უნდა დაასრულო რა და ნანუკა ჯორჯოლიანს არ უნდა რომ პროსტა გადადგეს. საიდან უნდა გადადგეს? თავის თეშ დაკავებული თანამდებობა. არა აქვს თანამდებობა. როგორ არ აქვს? შეგმონია რომ არა. სალომე ზურაბიშვილი იმას არ ვეტოს არ დაადებს. ან შეწყალებას არ გამოსცემს. რა რასაკეთებს ეს სალომე პრეზიდენტი, რასაკეთებს? სალომე რა შვება? ვიკა ბუკია ასევე ვაინსტუიში პროვინციალკა, ანუ აუ. მებრძოლი პროვინციალიზმის განსახიერება თუ შეიძლება.
თუ მაყურებელს მიმართავ, თუ ნახავთ ჩემს Facebook გვერდზე რომ რამე ვიდეოს წერ, სადაც ვინანიებ და ბოდის ვუხდი მარიამ ლაშს, გატაცებული ვარ ვაკის საცურაო აუზი. გააჩერე. ესე ჩათვალე. სახლიდან რამე ვაკე. რატომ თქვა ვაკის, აი ხო გასაგები. სორი, ფიქსაცია. რატომ თქვა ვაკის? იმიტომ რომ ვაკის საცურაო აუზზე დავდივარო, ამ ირიბად უკანაკარიდან ეს გვითხრა. არა, არაფერი ირიბად, კაცო პირდაპირ. ანუ მე გარეუბნელი არ გეგონოთ ცენტრალურ უბანში ვარ. შენ თუ აკვირდები ერთ რამეს. აი ეს პროვინციალიზმი, მინდა წყლის რა. პროვინციალიზმი ოღონდ როგორი? როდესაც შენ აი ეს ბავშვობის დემონები და პროვინციალიზმის სერიოზული აჩრდილი არ განებებს თავს და პირველადი იმპულსი, პირველადი მიზანი, აი რომის პაპზე მეტი კათოლიკე როდის გახდი, იცი როცა თბილისში ჩამოხვედი და აი ვაკე გაქვს რა პირველ მიზნად. რაც არ უნდა მოხდეს, მართლა ჩელსი რო იყიდო და დედოფალთან დაждდე და სენ-ჟერმენზე რო ცხოვრობდე, მაინც ვაკეზე აქვთ სწორება. მაგას თუ ხარ დაგვირგვებული, იმიტომ რომ ის ვაკე არის ამოუწურა, იმიტომ რომ ვაკისგან უნდა დაღიარება. შეხედე, მან თავარი რა არის რომ ვაკის საცურაო აუზი და როგორ ქართველში მოიკიდა ყველაზე ღრმად და მჭიდროდ ფესვი ნეოლიბერალიზმმა. იმ მენტალობის ადამიანებში ვისთვისაც ან გარეუბანი, ან რეგიონი იყო ისეთი პრობლემა და მჯიღი, დაღი, რომ ესენი თვლიდან რომ ჩვენ ეს უნდა მაქსიმალურად მოვიშოროთ, ეს ჩვენი ბექგრაუნდი, ჩვენი საწყისები როგორღაც უნდა გადავფაროთ და ამისთვის იპოვეს ერთადერთი გზა, რომ ჩვენ გავხდებით ისეთი ლიბერალები, ისეთი გონება გახსნილები და ისეთი ნათელი და ისეთი ისტორიის სწორხარეს დგომი ადამიანები, რომ ჩვენ ვიქნებით ამითი და ცენტრალური ვაკის აუზზე ვიცურავებთ. ჩერგოლეიშვილი რითი არის მისი აზრით ცნობილი და განუმეორებელი? მე ჩავიხედე მადამ. მე არ ვიცი მაშინ. შენი აზრით ჩერგოს რა თავის ცხოვრებაში რა არის ის თავარი, რითაც ის გახდა პოპულარული? ჰილარისთან ერთად იჯდა პანელზე. აი ყველასე გონია. არ არის ეგ? არ არის. მაშინ მოიცა. არა, ვერ მიხვდები. ვერ მიხვდები. აბულა დაარსა. ვერ მიხვდები. ვერა? ისე გაიშიფრა რომ ვერ მიხვდები. თუ შეიძლება გავუშვი. მე 13 წელია მაგათ ვაგინებ. და კიდე მანამდე 13 წელი ვაგინებდი. რაც Facebook-ზე ვარ, მე მაგათს ვაგინებ. ასე დაიწყო ჩემი კარიერა საერთოდ. ასე გამიცნო ხალხმა, რომ რობერტ სტუროს სირი დაუძახე. ბიჭო, როგორ არის იცი? დავით კარიერა, ყველამ სხვადასხვანაირად. სამაყო არის რა. ყველამ სხვადასხვანაირად. რეგალია, პირველ რეგალია რომ მაგის მე კომენტარზე რეგალი არა, მოდი ხალბატონი მომაც კარიერა ყველამ დავიწყეთ სხვადასხვანაირად, ხო? მე ბავშვობაში რაღაც გავაკეთე, კავენში გამოდიოდი თქვენ, ჩააბარეთ ხო სადღაც? მე კინო. ხო, რა ვიცი, ბევრნაირად შეიძლება როგორ მოხვდი სადღაც დავიწყე მუშაობა, რაღაცა გავაკეთე. ვიღაცას მესაც ჩავაბარე კაცო. მეტი არაფერი. არა, ჩააბარე, დაიწყო შენი კარიერა. უმაღლესი რომ ჩააბარე. მეთქი ჩააბარე. არა, უმაღლესი რომ ჩააბარე. თავანი ჩააბარე. თავანი ჩააბარე არ არის კარიერა. ცხოვრებას. მაგრამ უყურე როგორ არის? მეტრს წერდი, მეტრს კითხულობდი, ლექციებს. რომ სირი დაუძახა, ამით დაიწყო მისი კარიერა. კი, ეპატაჟი რა არის აი რეალურად. აი მოდი ახლა შემოქმედებითობა არ ხდება. დღეს იყო რატომაც ქრონოლოგიურად ქალებს უშვებდა. ბიჭო, ნანუკა ჟორჟოლიანი ვიკა ბუკია ერთად. ლაკა ხოშტარია. იუს რო დაუმატო რაღაცა. ჩავი ინიესტა რა. არა, თამარა ბევრად წინ არის. ობიექტურად ბევრად წინ არის რა. ტიპობითაც და პრივეტამ არა, მაგით ყველაზე წინ არის. პრივეტამ არის, კი ბატონო. ეგ შენ ხო იცი ნიჩემ რა თქვა, რომ დაბადო როგორ არის ეგ ციტატა? რომს იხსენებ. რომ შვა ისო, რა ქვია, ვარსკვლავიო, უნდა დაბადო ქაოსი რა. მოცეკვავე ვარსკვლავი. ხო, ანუ სიგიჟე და გენიალურობა ერთად როგორ თანაარსებობს, ეგ არის თამარ ჩერგოლეიშვილი. საგოლს ბაუს. მე მგონი ეგეთ კომპლიმენტი გიგაბოკერიას არის რომ მაგისთვის დაგიზგიზე ძალიან. კარგი, მოდი ელენე ხოშტარია გავუშვით ძალიან საინტერესო რაღაცა.
ჩვენ ერთგვარად ოპოზიციას ღიად უნდა ვთქვათ, გარკვეულ კრიზისში აღმოჩნდით, გულისხმობ პოლიტიკური პარტიები და ეს არ მოგამალოთ, როდესაც ნამდვილად უფრო სასურველი ფემინისტური გადაცემაა რა გინდა. უკვე შეთანხმებული ერთიანი პოზიციით შევხვედროდით ქართული ოცნების მორიგ გამოწვევას, რასაც ქვია ყალბი პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის სახით. ესეთი ყალბი იყო პარლამენტი, როცა ის შეიქმნა, ესეთი ყალბი იყო პრეზიდენტი, ესეთი ყალბი იყო კომისია და ყველა ჯერზე ოპოზიციამ ეს ტესტი სწორად გაიარა და ერთიანად. ესეთივე ისტორიის სწორი მხარე და ტყუილი ეს ადგილობრივი არჩევნები და ბუნებრივია უკეთესი იქნებოდა რომ ჩვენ უკვე წინასწარ გამზადებული პოზიციით ერთიანი პოზიციით შევხვედროდით, მაგრამ რადგან ამ კრიზისში და ეს ღია კამათი საგანი არის პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც თავისთავად გასაგებია არ არის. თავარი არის რომ ეს როგორ აღიარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ამერიკამ რანაირად მაშინ აღიარა რა თქმა უნდა მეორე დღესვე საელჩომ დაწერა რომ ლეგიტიმური არის ეს არჩევნების შედეგები ეს ერთი მეორე 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნები აბსოლუტურად ყოველდღიურია ამათაც მიიღეს მონაწილეობა 2018 წელს თუ 19 იყო საპრეზიდენტო რომელიც 18 ხო მე მგონი 2018 წელს როდესაც ვაშაძე უნდა გაეპრეზიდენტებინათ გამოვიდნენ თქვენ აგრეთვე ყველა მაღიარა საბოლოო შედეგები მეორე ტურის შემდეგ 2018-შიც 2020-შიც 2021-შიც დაჟე 2016-შიც ეს ადამიანები გამოდიოდნენ და ყოველგვარი გარე აღიარების თუ შიდა დარღვევების არარსებობის მიუხედავად მაინც ამბობდნენ რომ ეს არჩევნები გაყალბდა ბიჭო 2016-ში თუ არ ვწდები საკონსტიტუციო უმრავლესობა რო აიღო ქართულმა ოცნებამ ჩერგო ჯერ კიდე როდესაც ნაცებში იყო ჯერ კიდე ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო მისი მეუღლე როდის დაიშალა საპარლამენტო არჩევნების მერე კი საკონსტიტუციო უმრავლესობა როცა აიღო მერე რო დაიშალა მერე იყო პარამესო ხო მერე იყო თვითმმართველობის არჩევნები უდიდესი ლეგიტიმაცია აქვს ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა წინა საპარლამენტო არჩევნებში აღებული და როცა დაშლილები იყვნენ უთო კახიძე რო იყო სასაცილო თოთო როგორ დაგვავიწყდა ლევან ხაბეიშვილი კამათობდნენ ლევან ხაბეიშვილი ამბობდა რომ რევოლუციის გზით და არ უნდა გაუправოთ და არ უნდა შევიდეთ და რაღაცა ანუ ხვდები 2016 წლის არჩევნების წინა დღეს რესპუბლიკის მოედანზე ამათ ჰქონდათ შეკრება სადაც ჩერგო რატო ახსენებთ რომ ჩერგოს ის მახსოვს დააკარგად რა სადაც ბოკერია ჯერ კიდე ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი იყო სადაც მიშა ჩაერთო ოდესიდან და მიმართა თავის ამორჩეველს და პარტიულ წევრებს რომ მე ხვალ უკვე ვიქნები თბილისში იმიტომ რომ ეს არჩევნები ცხადზე ცხადი არის რომ მოგებული არის ანუ ესენი არიან ადამიანები რომელიც 2012 წელს მოყოლებული ამბობენ რომ არჩევნები ყალბდება რუსეთის ხელით ხდება დემოკრატიის განადგურება ქართული ოცნება ართმევს საქართველოს თავის ევროპულ მომავალს მაგრამ არაფერი ამის ცოტათი მიახლოებული კი არა ცოტათი კი არა საკაიფოდ დაშორებული კი მტკიცებულებაც კი ტიპე მამდენი ხნის მანძილზე ვერ წამოსავ 13 წელი რომ რაღაცას ვერ ადასტურებ რომელზეც ამბობ რომ ეს ანუ იმდენად მასშტაბურია იმდენად ხილულია იმდენად წყალი არ გაუვა 13 წელი რაღაცას ვერ ადასტურებს მაგრამ რა ვიღე მეცნიერებაში რო ხარ და 13 წელი რაღაც ვერ ადასტურებ იქ უნდა თქვა რომ ეს არ ხარ კაი მეცნიერებაც ახვიდე რა მოდი მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტი შეხვდა ხო ვითომ პრეზიდენტს და ნახოთ ხო მადამ ბოვარის რა თქმა უნდა ჩვენივე თხოვნით შევხვდით პრეზიდენტს და მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო რომ ამ შეხვედრების მიზანი არის რომ აღდგეს ხასუსონ აღდგეს ძლიერი ერთობა რომ ერთიანი სტრატეგიით პოლიტიკურ ცხოვრებით კავშირი შეკრან უყევი სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში და ამას ითხოვენ მშობლები ამას ითხოვენ პროტესტანტები ყველა ამას ითხოვს საზოგადოება ითხოვს ერთობას ამიტომ დავანებოთ ახლა ყველაფერს თავი ვიფიქროთ იმაზე რა მოდი რა ვთქვათ იცი დღეს ეს პროტესტი ხალხმრავლობა შედარებითი გამოწვეულია ალბათ იმით რომ მიუსაჯეს ხო როგორც კი ესენი ჩაერთვებიან საქმეში აი როგორც კი ესენი აი ეს როჟები რა მაგის გარეშეც ეგ მოხდება მაგის გარეშე უფრო გვიან შედარებით მაგრამ ეს ამათი გამოჩენა ერთიანობის ამათი ვითომ ერთიანობის არის უბრალოდ ცივი წყალი მე პროტესტები ზოგიერთი მათგანი შეიძლება არის გულწრფელად შეცდომაში შეყვანილი მაგრამ უბრალოდ უნდა აუხსნათ რომ ეს ხალხი აი ეს მაიმუნები არიან რომლებიც სარგებლობენ პროტესტით და უნდათ ღორიელ წყალში თევზის დაჭერა
მარტივად არის საქმე რა. პოლიტიკა არის პოლიტიკა და პოლიტიკა უნდა გააკეთოს პოლიტიკოსებმა და ოპოზიციური პოლიტიკოსები არის უბრალოდ რაღაცა ჩარჩი, ნაგავი, ბანძი, ცუდი გლახა. რა ვიცი. სალომე სამადაშვილი. აი, სალომე სამადაშვილი. უნდა ვაჩვენოთ ბრძოლის უნარი, უნდა ვაჩვენოთ ამ ბრძოლის უნარში ერთიანობა და უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ რაციონალური გეგმის მქონე პოლიტიკური ძალების გაერთიანება, რომელსაც შეუძლია შექმნას ალტერნატივა ივანიშვილის მთავრობის. ამიტომ ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, მზად ვართ ერთიანი მოქმედებისთვის, მაგრამ რას ნიშნავს ძალა უნდა აჩვენონ და რაციონალური გეგმა? რა არის რაციონალური გეგმა? ძალა რა არის ამათი? ანუ ძალა ის არის, რომ ამდენი ხალხი გამოდის ქუჩაში, პროტესტის მე-750 რამდენი ხალხი? ნუ რამდენიც გამოდის, ამათი დათვლით. 100,000 დაუშვათ, ან ზოგჯერ 200, მეორე დროს 100,000. კაი, დაუშვათ. ნუ რამდენიმე ადამიანი გამოდის. და რაციონალური გეგმა რა არის? იქამდე გამოვალთ, სანამ მილიარდი ქართველი არ იქნება გან. აი რა, სანამ უკან არ დაიღებს, ახლა წავიკითხე, რაზე ამბობს, ახალ მინისტრებს კომპეტენცია არ ყოფნითო და ვერ გაუკლავდებიან კრიზისს. ანუ აღიარეს, რომ ძველმა მინისტრებმა იყო ჩახეს, გაიგე? არა, რეჟის საფუძველზე ამბობ კომპეტენცია. არის ეხლა მაგათ ფიქრები, აქ სურვილებია. ტიპები მინისტრებად ნიშნავდნენ თინეიჯერებს. კი ბატონო. ანუ 30 წელს გადაცილებული იყო, მე მგონი 1%, ვინც მინისტრთა კაბინეტს აკომპლექტდება. ისე მართლა, აი, რაციონალური გეგმა, რაიმე რაციონალური გეგმა. სადღეგრძელოების გარდა, როცა ამბობენ, რომ აი ჩვენ ეხლა ერთად უნდა ვიყოთ. ერთმანეთსაც მაგაზე არ ეჭუბებიან, გეგმა არ არისო. ხო. გამოდის, გეგმა არ თქო, გეგმა რაში მდგომარეობს რა არის? აი პირველი ნაბიჯი რევოლუციისთვის. ხო და რა არის? უყურე, ბიჭო, მაგისთვის ატრაკი არ ყოფნის არც ერთს. არც შენ მამუკა ხაზარაძეს, არც სალომე სამადაშვილს და სალომე ზურაბიშვილს, არც ნიკა გვარამეს, არც ერთს ვით პროსტა ლაპარაკობს, რომ ეს საკმარისი აღარ არის. ნუ შეგვეშინოს სიტყვა რევოლუცია. სიტყვა რევოლუცია რა შუაში არის? ანუ ქმედებაზე უნდა გადახვიდე, ხო მაშინ? რევოლუციური ნაბიჯი უნდა გადადგა. მაგის ტრაკი ხო არავის არ აქვს, იმიტომ რომ იცის რომ რევოლუციური ნაბიჯი მაგათ მასა არ გაყვება. დარჩება მარტო. დარჩება მარტო და მოუწევს მერე დაბანო. რა საკვირველია? აი ბიჭო, იმ დღეს უყურე ის კაგრას იმ დღეს რო გაუშვდა ორჩლენ შუა რო არ გააცა მან იყო გვარამიას ჰაილაითები რა დაჭრა. შევედი და იმას ქენი რომ უყურე რა რომ ბიჭო ჯერ რა ნაგლად სიცილკის კისით რო იხსენებს და აი როგორ აფასებს იცი რომ აი მე პირადად არ მომწონდა ეს მაგრამ და იმედზე ხო? იმედზე რა ვიცი რეჟიმის გადაცთომებს როგორც ეწახიან რა. სამაგიეროდ საქმე ხო კეთდებოდა რუსეთში. ანუ ნაგლად ზის ტიპი და ბაზრობს, როგორც კურიოს ხო არ გაიხსენებდი ამბავში. ეს როდესაც იყო პროკურორი, მაგ დროს ტელევიზიას რო არ ბევდნენ და რო უარდებოდნენ, ანუ აი ეს თურმე დიდად ჰიგიენური არ არის და არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ გაკეთდა და ის კაცი ვინც ეს გააკეთა და ის ხალხი და ის რეჟიმი ვინც ეს გააკეთა, დღეს უნდა იყოს ხელისუფლებაში. ამას გელაპარაკებიან ესე უტიფრად და ნაგლად. და ეგენ გეუნებიან მე რომ რევოლუციის გზით უნდა დაგამხონ. გეგელ გრიგოლი თუ შეიძლება არსებობს ესეთი ადამიანი სივრცეში გავუშვი. გეორგ ვილჰელმ ჰეგელი. მე ვხედავ რისკებს, ვხედავ პრობლემებს. მე ვარ სკეპტიკოსთა ბანაკი მათ შორის, ხო? მე იცით ამ კითხვა დამისვამს, ბევრად უფრო მეტი კითხვა დამისვამს ამიდიაზე, ვიდრე ფილმის გარეთ. აი რო ამბობდი. დისკუსიაში ძალიან ბევრი სკეპტიკოსთა ბანაკიო. კითხვა ცოცხალი ადამიანი ვარ და კარგით. კარტეზიანული არა. აი თუ გახსოვთ. კოკოგიდო ერგოსუ. რო დაობდით და თქვენ რო ამბობდით, რომ არ არისო სკეპტიკოსთა ბანაკიდან გრიგოლ გეგელიო. მე ხო ამბობდი რომ გეგელია ვინა პოზიტივისტია, ეგზისტენციალისტია. საჭურისია. არა, საჭურისი არის ფილოსოფიური მიმდინარეობა. საჭურიზმი. ეგ საინტერესოა. მე იმაზეც ხო დავობდით, ხო გახსოვთ? რუსულად არის სკოპეცი. ისიც ხო გახსოვთ, რომ დავობდით, რამდენი კითხვა დაუსვავს გრიგოლს, იცით, ხო მე რო გკითხეთ და აი, ხო და ხო არა, იცით რამდენი კითხვა დამისვავს. გრიგოლის კრედო. ბევრი. კრედო რა იყო? მემარცხენე იყო, მარქსისტი იყო. ვინ იყო აი? ხო,
მარქსისტი იყო? მარქსისტი არ ყოფილა, ის აფეტიშებდა, ესე იგი, მაკიაველის ფილოსოფიაზე, მერე რაღაცა ერთი წუთი როგორ არ ქონა პოლიტიკური ფილოსოფია. მერე რესპუბლიკანიზმის იდეა, მერე ეს შეზრდილი მემარცხენეობასთან, ანუ welfare state-ი ევროპული. და ბანკირის მინიონი გახდა. და ბოლოს გახდა ბანკირის ულტრამემარჯვენის პისბოი. ხო, პისბოი, თუქსუსი არ ვიცი თქვენ ბევრი რამე თქვით, მაგრამ კიდე უკეთესი შეიძლება. არა, რაღაც. ანუ შანსებს ხედავს, პრობლემებს ხედავს, კითხვები არ აქვს პროტესტის ყდომაზე. აი ეგ, მაგრამ ის რა თქვა, მეიცით რამდენი კითხვა დამისვავს. თქვენ ხო ამბობთ, რომ გრიგოლი კითხვებს არ სვავს. აი ეს საინტერესო კითხვები, საკუთარ თავს და ხო გითხარით სკეპტიკოს და ბანაკიდან არის. როგორც მაგის GPT-ს დაუსვა თუ ვის დაუსვა ეს კითხვები? GPT-ს. სხვათა შორის ეს კაცი არის მოსაყვანი, ჩვენთან ახლა არ მოვა. მაგრამ სადღაც აი ესეთი კითხვები რომ ვის თუ უსვავ კითხვებს რა გინდა შატ GPT მაგის და ხაზარაძის ბაზარი იქნება ძალიან საინტერესო. ბიჭო, აი ისე რეალურად სერიოზულად, აი არც ანუ სერიოზულად რომ მიუდგეთ ხო რა, არც რომ გაგეცინოს პოლემიკისას და არც რომ ნერვები ისე აგეშალოს რომ რაღაცა გადაალეწოს. რომელიმე ოპოზიციურ ფლანგის ტიპს დებატებში დაუჯდებოდა გრიგოლი არ გაგეცინოს ხო გრიგოლიც ასაცილო არა იცი ვის შეიძლება ბოკერიასთან ახლა აზრი არა აქ იმიტომ გამეცინება ძმაო აი იმას რო დაიწყებს კარატეს რო დაიწყებს რაღა დროს ბოკერია ცოცხალია ხო გაუშვით სავა შენც მე მგონი ვერ იმენა გაუშვით კაცო რა ბოკერია რის ბოკერია ჩერგოზე გაგეცევ ჩერგო სერიოზულად ვაფშე ჩერგო ხო და აი რომ მნიშვნელოვანი კითხვა დაისვა გამეცდება პასუხი ჩერგოს ვარგან არის მაო ბიჭო როცა ადამიანი მოვა და გეტყვის რომ შენ რუსეთ უმეხარ და პუტინი გმართავს ნუ მე რაღა უნდა ელაპარაკო რა რუსეთი ვიღაცა იქნება რა ისეთი აი მაგალითად რა უფრო მეტად რაციონალური და ეთიკური აი სალომე ბადაშვილი კრევო თუნდაც კი ბატონო სად არის კრევო სხვათა შორის ნუ თუ განერიდა ბრძოლის ის ხო თქვა იმან ჯეიდის ბიძაშვილის რაღაცამ დაბილაიკა ტვიტიო რაში ქალებო ჩემი მაზლიც ეგო არ გახსოვს ჯეიდი ვენსის მაზლმა დაულაიკა ტვიტი რა და იყო უბედნიერესი ოკეანოლოგიის ინსტიტუტი უნდა გავხსნათო შავ ზღვასთან ოკეანოლოგიის ინსტიტუტი მეგობრებო და ბაზა აქვს 5 ქვეყანას ოღონდ ოკეანეებთან არის და შავი ზღვა რა ვიცი კაია ჩვენ გვიყვარს მაგრამ პატარა გუბია არა კრევო დეგენერატია კაი ცოტნე კობერიძე გაუშვა და ნახერაკაი რაღაცას ამოოცებს ეგ ბიჭი ოპოზიცია განადგურდა იმავე წამს, როცა მოულოცეთ ადამიანებს გამარჯვება და 15 წუთში თქვით, რომ უი რაღაცა მოხდა, რაც არ ვიცი და უნდა გავარკვევ. სინამდვილეში მე ამის ფასი არის, როცა შენ თვითონ მოქალაქეს შენ პარლამენტში ხო თუ არა უკვე ნაკლებად ადარდებ და ისეთი იმედგაცრუება და გაბრაზება იმის ვაკე არ უნდა ის გამოსავალი იყო. ერთა ამ ნაკაცარს უნდა და მოგება პარპაში პარლამენტი რაღაცა თანამდებობები. რო ვერ მოიგეს, მიატოვეს ჯაფარა და ეხა ყველაზე მეტი მიაწმინდა ჯაფარას. ჯაფარამ დაანონსა, რომ დიდი ღანია მინდა ამის თქვა. ქართული ოცნება გადადის ოპოზიციაში. მიუხედავად მაგისი ქვენა მიზნებისა, გონზე მოსვლა მაინც მისასალმებელი არის თუ უნდა გაყვეს ადამიანი. ეს არა გონზე მოსვლა. არა. აი, კიდე გრიგოლ გეგელია გაუშვით, სადაც ის რისკებს ხედავს. ეს ხო გაუშვით. ეს იყო? ეს იყო რისკებს რო ხედავს. აი, ხარ ვერ მოусმინე. არა, მე მგონი ეს სხვა არის. აი, გაუშვით კიდე ერთხელ, კი ბატონო. მე მგონი ვერ უსმინე. უსმინე. მე ვხედავ რისკებს, ვხედავ პრობლემებს. მე ვარ სკეპტიკოს და ბანაკი მათ შორის. მე კარგი. ანუ გრიგოლ გეგელია დადგინდა რომ ჩვენ არ ვერ ვისმენთ გრიგოლ გეგელიას და მხოლოდ ფორმალისტური დიდი მადლობა მეგობრებო იმისთვის რომ გვიყურეთ ჩვენ ერთმანეთს ორშაბათს შევხვდებით. ერთი სკავდა დინოზაური. ვინა? გიგიწერეთელი აი არაფრის მომცემი არსად გასაკვეხებელი და ეს თაღლითი თინა ბოგუჩავა რა ვითარი ხო ავტოკრატია ეს დიქტატურა ნუ თინა ბოგუჩავა ისეთ სკანდალშია იყო გახსოვს თეატრალიზირებულ სკანდალში დიდი მადლობა დიდი შვიდეულის ქვეყნების უმეტესობამ ზადა დამოუკიდებლად იმოქმედოს და რუსული ნავთობის ფასების ლიმიტი შეამციროს მაშინაც კი თუ ტრამპი გადაწყვეტს რომ ამას არ გააკეთებს ტრამპმა ხო იცი რა თქვა ძალიან დიდი იმედრაცრუება მაქვს რუსეთისგანო, მაგრამ ძალიან დიდი იმედრაცრუება მაქვს უკრაინისგანო და ბავშვი ფეხებზე კიდია უკვე ისეთი პრობლემები აქვს თავის ქვეყანაში, რომ ფეხებზე კიდია აქეთან ნახევარსფერო. დიდი მადლობა მეგობრებო, კარგად გრძანდებოდეთ, ორ შაბათს შევხვდებით. ორ შაბათს. ჩვენ